დიახ, რა თქმა უნდა, ჩემი ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანის მოთხოვნა დღეს საქართველოში არის ის, რომ მზია მაღლობელი, თემურ ქათამაძე და ყველა პოლიტიკური ტყვე უნდა იყოს თავისუფალი, არა იმიტომ, რომ ესაც გემოვნების საკითხია და ვიღაც ასე ფიქრობს და ვიღაც სხვაგვარად, არამედ იმიტომ, რომ ამას ამბობს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და ამ ქვეყნის კანონი, თუ მას წავიკითხავთ პატიოსნად. პრობლემა არის ის, რომ რეჟიმი, რომლის ამოცანაც არის საქართველოს დააბრუნოს რუსულ ჭაობში და საბოლოოდ ჩამოაშოროს ევროპას, რომლის ამოცანაც არის გააღატაკოს ეს ქვეყანა და მთელი მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრე ერთი მუჭა ადამიანების ხელში მოაქციოს და ხალხი დატოვოს ყოველგვარი მხარდაჭერის, ყოველგვარი სამართლის და ყოველგვარი სოციალური პოლიტიკის გარეშე, რაც ვნახეთ ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოს არაერთ ქალაქსა და სოფელში, ერთ დიდ თოვლობას ვერ გაუმკლავდნენ. ამიტომ რეჟიმი ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიმართლეს ამხელენ, რომლებიც ამ სიმართლეზე თვალს არ ხუჭავენ. რეჟიმი ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოისყიდა, ვერ დააშინა. ასეთი ადამიანი არის მზია მაღლობელი, ასეთი ადამიანი არის თემურ ქათამაძე და ასეთი ადამიანები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს მათ საპატიმროში ყავთ გამომწყდეული. არანაირი სამართლებრივი, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, როგორც იურისტი და როგორც სამართალმცოდნე, რომლის კვალიფიკაცია განსხვავებით დგებუაძისგან და მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობისგან ამ ქვეყანაში მერიდება საკუთარ თავზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ არის საერთაშორისო ხარისხის და საერთაშორისო აღიარების. გაურკვეველ და ორი კაცი რო ერთმანეთს არ იცნობს, ასეთ უნივერსიტეტში არ ამიღია მოსამართლის დიპლომი. აღებული მაქვს სოფლის წამყვან უნივერსიტეტში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აი ამ ხარისხის ნიშნის ქვეშ სრული პასუხისმგებლობით, რომ არანაირი სამართლებრივი გამართლება, არანაირი სამართლებრივი საფუძველი მზია მაღლობელის დღეს ციხეში ყოფნას არ აქვს. ერთია, რომ ის დანაშაული, რასაც მას ედავებიან, მისი ქმედება არ არის დანაშაული, რასაც მას ედავებიან, ეს სილის გაწვნა, ეს არ არის პოლიციელზე თავდასხმა. მეორე, ჯერ სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია და უკიდურესი გამონაკლისია მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, რომ განაჩენამდე ადამიანი ტყვედ ქცეული და მესამე, დამნაშავესაც კი, რომელიც არ არის მზია მაღლობელი, მაგრამ დამნაშავესაც კი აქვს სამართლიანი და პროპორციული სასჯელის უფლება. და ის სასჯელი, რითიც ემუქრება ახლა მზია მაღლობელს რეჟიმი და მისი პატიმრობა განაჩენის გამოტანამდე, ეს არღვევს ყველა სამართლებრივ სტანდარტს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო აღიარებს. ახლა რუსეთის რელსებზე მდგომი ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ცივილიზაციის არც ერთ სტანდარტს. ეს არ მიგვერს, ამიტომ გულწრფელად რომ გითხრათ, არა მაქვს მოლოდინი არც ამ ახალი მოსამართლისგან, იცის თქვენმა მაყურებელმა, რომ მეწლებია ძალიან ღიად და დაუფარავად საუბრობდი საქართველოს მოქალაქეების გასაგონად სიმართლეს იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემა აქვს მიტაცებული ერთ კაცს და რომ ამ სასამართლო სისტემისგან სამართლის და სამართლიანობის მოლოდინი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ არის ერთადერთი გამოსავალი ახალი სამართლიანი არჩევნები. სხვაგვარად, ერთჯერადი ან ფრაგმენტული გამოსავლები ამ სიტუაციაში ქვეყანას უკვე აღარ გამოადგება და ახალი სამართლიანი არჩევნების გარეშე ვერც სამართლიანი სასამართლო შეიქმნება, ვერც სამართლიანი კანონები დაიწერება და ვერც ბუნებრივ მოვლენებთან ნორმალური გამკლავების უნარის მქონე ხელისუფლება ვერ ეყოლება ხალხს. აი ამ დღეებში თქვენ იცით, თქვენმა მაყურებელმა იცის, ძლიერი ახლა როდესაც მე თბილისში ვარ დავბრუნდი, ძლიერი საქართველოს გუნდები რჩებიან საგანგებო შტაბებში, როგორც გურიასა და იმერეთში, ასევე აჭარაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სოფელს აქვს გადაუდებელი პრობლემები, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას და მხოლოდ მოჩვენებითად ვითომ იმისთვის რომ მე კადრებში გამოაჩინონ და დაატარებენ ამ ტექნიკას აქეთ-იქეთ და ჩემი თვალით ვნახე და ძალიან მკაფიო და საგრძნობი იყო ეს ყველგან სადაც ჩავედი.
ქართული ოცნება მარტო იმიტომ კი არ არის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ პოლიტიკური პატიმრები ყავს. მარტო იმიტომ კი არ არის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ არჩევნები მიიტაცა. იმიტომ არის პირველ რიგში არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ ადგილზე იქ, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად სიკვდილის სიცოცხლის საკითხი რომ არის, სწრაფად მისვლა და საშველის მიწოდება ადამიანებისთვის, იქ არ არის წარმოდგენილი. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, არც ერთი. და უკან მიდევნებული ლამპარივით ადამიანები გამომწყდეული რომ იყვნენ სიცივეში, უშუქობაში, უსაჭმელობაში და შიშში რომ გაატარებინეს ადამიანებს არაერთი დღე და ღამე. აი ამიტომ არიან პირველ რიგში არალეგიტიმურები. იმიტომ არიან არალეგიტიმურები, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდებიან ბუნებრივ მოვლენებს, რომელიც პროგნოზირებადია. აი ეს არის ლეგიტიმაციის მთავარი პრობლემა მათი და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გინდა რომ დავუსვათ კითხვა, პატიოსნად უპასუხოს შეკითხვას, მათი ცხოვრება გაუმჯობეს და ბოლოს 3 თვის განმავლობაში? აი ხომ მიიტაცეს მეოთხედ ძალაუფლება. ხომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას აკონტროლებს ეს ერთი პარტია. ხომ ყველა სახელმწიფო რესურსს აკონტროლებს ეს ერთი პარტია. ხომ განუზომელი შესაძლებლობები და რესურსები აქვს. ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც მათ კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე არ ვსაუბრობ და არალეგიტიმურ დეპუტატებზე, რომელებაც რამდენჯერმე გაიზარდეს ხელფასი. საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქის ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც რაიმეთი უკეთესი გახადეს, ან ეკონომიკურად, ან მორალურად, ან რაიმე სხვა მოცემულობით. კატასტროფა, რომელიც ამ ქვეყანაში დაატრიალეს, ეს იგრძნობა ყველგან და ყველაზე მეტად იგრძნობა იქ, სადაც ადამიანები არიან და სადაც ხვდები, რომ ეს ადამიანები არიან უსამართლობის პირისპირ მარტო დატოვებულები. კი ბატონო, ჩვენ საუბრობთ პროცესებზე, რომელიც სულ უფრო მიდის რეპრესიული რეჟიმის რაღაცა კულმინაციამდე თითქოს. სულ ვფიქრობთ ხოლმე და ვამბობთ, რომ აი ამას აღარ იზამს რეჟიმი, იმიტომ რომ ავტოკრატიიდან უკვე დიქტატურისკენ გადაიდგმება ნაბიჯები. აი ამას აღარ იზამს, თუმცა ყოველი შემდეგი ეგრეთ წოდებული კანონშემოქმედითი პროცესი, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს პარლამენტში, სულ უფრო მეტად აზარალებს მოქალაქეს, რომელიც თავისუფალი სიტყვის თქმა ჯერ კიდევ ქვეყანაში შეუძლია. ეს უთხრა ვენეციის კომისიამაც ქართულ ოცნებას ამ დასკვნით და ამას ეუბნებიან დასავლელი პარტნიორებიც საკუთარი გადაწყვეტილებებით, მათ შორის ეს იქნება სანქციები კონკრეტული პირების მიმართ, თუ ბალტიისპირეთის გადაწყვეტილებას გულისხმობ, რომელიც გუშინ ჩვენთვის გახდა ცნობილი. თუმცა ეს შემაჩერებელი ფაქტორი რატომღაც არ აღმოჩნდა ქართული ოცნების თვის. რა აკლია პროცესს იმისთვის, რომ რეჟიმს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა მეტი მარწუხი მოუჭიროს ადამიანებს. ის პროცესები, როგორც ვითარდება, არის ლოგიკური და ამ პროცესების ლოგიკური დასასრული იქნება სწორედ ის, რომ რეჟიმი დასრულდება. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რამდენი რეპრესიული მცდელობაც არ უნდა ჰქონდეთ, თუნდაც აი ეს ერთი დასკვნა, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი ვენეციის კომისიის, ადასტურებს ზუსტად იმას, რასაც ჩვენ პირველივე დღეს ვამბობდით, რომ ეს ჯარიმები და ეს რეპრესიები, რომლებსაც საფუძვლად უდევს საბჭოთა პერიოდის კანონი 1984 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს არ არის არც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი კანონი და უკვე ეს დასკვნა გვაქვს ხოლმე, რომელიც ადასტურებს, რომ ასევე არა მხოლოდ ადგილობრივ კონსტიტუციას და ადგილობრივ სამართალს, არამედ საერთაშორისო სამართალსაც არ შეესაბამება მათ მიერ მიღებული ეს რაღაც გაურკვეველი შინაარსის და ლეგიტიმაციის არ მქონე ახალი ჩანაწერები. ეს არის სწორედ ის საფუძველი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი შემდგომი, ანუ არჩევნების შემდგომი და ხელისუფლების ცვლილების შემდგომი ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რაზეც ძლიერი საქართველო დიდი ხანია საუბრობს, რომ ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საერთოდ გასაუქმებელი და მოსაშორებელი კანონია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ კანონის და ასეთი კანონების ადგილი აღარ იქნება, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა
ვინც დღეს არის რეჟიმის ქვეშ, წნეხის ქვეშ და დევნის ობიექტი, იცოდეს, რომ მათთვის მიყენებული ზიანი, მათთვის მიყენებული ფინანსური თუ მორალური ზიანი არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. ეს ადამიანები მიიღებენ კომპენსაციას და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ეს კომპენსაცია ბიუჯეტს კი არ დააწვება, ანუ ისევ მოქალაქეებს კი არ დააწვება მძიმე თვირთად. არამედ ის პოლიციელები, ის მოსამართლეები და ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ქართული ოცნების საკუთარი ქონებიდან გადაიხდიან ფასს იმისთვის, რომ დღეს ისინი აწარმოებენ ამ უსამართლო და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამო ეგრეთ წოდებული კანონის საფუძველზე ადამიანების დევნას. არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, ვინც დღეს ჩართული არის აი ამ აბსოლუტურად არადემოკრატიული მექანიზმის გამოყენებაში, არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ დაგვავიწყდება ისინი რას აკეთებდნენ. ან რომ ისინი შეძლებენ თავი გაიმართლონ, რომ დირექტივა მოდიოდა ასეთი, მაშინ როდესაც ხელმისაწვდომია ყველასთვის დოკუმენტი, რომ ეს არის უკანონო კანონი და მისი გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს. ამიტომ ჩვენი გეგმა ეს არის და მათ მოუწევთ საკუთარი ქონებიდან ფასის გადახდა და ვერასდროს ვეღარ იმუშავებენ სისტემაში, იმიტომ რომ ახალ ქართულ რეფორმირებულ სახელმწიფოს არ დასჭირდება ჯალათები და არ დასჭირდება უკანონო დავალების შემსრულებლები არსად არც ერთ თანამდებობას. მადლობა. ანა ნაცრუშვილს უსმენდით ძლიერი საქართველოს